ციდან დაბრუნებული სიყვარული. ავტორი ხათუნა ემი. ზომა 30/40-ზე. შექმნის თარიღი 2025 წელი. შესრულების ტექნიკა ტილო აკრილი. ნახატი ჰორიზონტალურია. ნახატზე შუაში გამოსახულია 20 წლამდე გოგონა ანგელოზის ფრთებით. გოგონა ზის ზურგის მხრიდან მართკუთხედის ფორმის სკამზე, სჩანს თავიდან ბოლომდე. გოგონას შავი ფერის თმა შუაზე აქვს გაყოფილი თმის ნაწნავები ზურგზე დაჰყვება და წელამდე სვდება. გოგონას აცვია ლურჯი კაბა, თეთრ ნაცრისფერ და ცისფერ ფერებში გაწყობილი. კაბა კოჭებამდე ჩამოსდის და სკამის ქვეშ დაბლა ბალახებს უერთდება. გოგონას მარჯვნივ და მარცხნივ ანგელოზის ფრთები დაყვება. ფრთები გაწყობილია ოქროსფერ და ნაცრისფერ ფერებში. ფრთების ბოლო სკამის ზედაპირს უერთდება. სკამი ბალახებში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დგას. სკამი მართკუთხედის ფორმისაა, მისი ზედაპირი კი შავია, ყავისფერ და თეთრი ფერებით გაწყობილი. სკამს აქვს 4 ფეხი, 2 მარჯვნივ, 2 მარცხნივ. გოგონას მარცხნივ სკამის ზედაპირზე დიაგონალზე დევს ყვავილი. ვარდი წითელი ფერისაა, ხოლო ღერო და 5 ფოთოლი მწვანე. სურათის დაბლა ხატია ბალახები. მარცხნივ და მარჯვნივ მაღალი ბალახებია გამოსახული, ხოლო შუაში შედარებით მოკლე. ბალახი ყვითელ და ოქროსფერ ფერებშია დახატული. გოგონას წინ სახის მარჯვენა მხრიდან იწყება მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელიც დიაგონალზე ადის და ნახატის მარცხენა მხარეს დახატულ 5 კოშკს უერთდება. თითოეული კოშკი ვერტიკალური ფორმისაა. თავზე სამკუთხედი ფორმის სახურავი ახურავს. კოშკი დახატულია ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებში. ნახატის მარჯვნივ შუაში გამოსახულია ღრუბელი. ღრუბელზე შუაში ჩამოდის თოკი. თოკზე ჰკიდია 9 გისოსისგან შემდგარი გალია. გალია ოქროსფერია. გალიაში დევს წითელი ფერის გული. ნახატის უკანა ფონი კრემისფერ ოქროსფერ გარდამავალ ფერებშია შესრულებული. ნახატის მარცხნივ დაბლა კუთხეში გამოსახულია ავტორის ხელმოწერა X-M2025. აუდიო დისკრიფცია მოამზადა თათია გოგილაშვილმა. ახმოვანებს თათია გოგილაშვილი. დისკრიფციის კონსულტანტი თიკო ბეკოშვილი. მედია პოზიტივის ლოგო.